ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. სხვა გამოსავალი არ არის. კიდევ ზრდიან სახელმწიფო დანამატებისა და მეკეთებიან. ესენი არიან უბრალოდ მოვაწებოთ, ხო? კიდევ ძირი სამთავრობო იქნება. ჩვენ რო ვიცოდეთ რეალურად, რომ სახელმწიფოს ხელისუფლებას უჭირს ობიექტურად, მაგრამ ამ სახსრებს ხარჯავენ არარაციონალურად და იხარჯება მხოლოდ მეგობრებზე 200 მილიონი იხარჯებოდა. აი სახელმწიფო სამსახურებში და გამგეობებში ვინც იყო დასაქმებული 2012 წლისთვის. და რაც ეს ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 1.7 მილიონი იხარჯება დანამატებში და პრემიებში. დღეს ეს თანხა აღწევს 1.7 მილიონს. ანუ 9 მილიარდით მეტია, 500 მილიონით. 1000-ობით თანამშრომელი დაასაქმეს. საჯარო სამსახურებში, ვინც საკუთრებულად რომ არაფერს არ ეთყობა, რომ გაცილებით მეტი თანამშრომელი მუშაობს საჯარო სამსახურებში, სამინისტროებში, გამგეობებში და შემდეგ. ამიტომ ჩვენი გათვლებით 420 მილიონი ლარი ჭირდება, რომ პენსიონერებს პენსია 50 ლარით გაიზარდოს. და არა დანამატები და პრემიები მიიღოს საჯარო მოხელეება. ანუ არჩევანი არის ძალიან მარტივი. ან რამდენიმე ათასი მაღალი თანამდებობის პირი, ან 700.000 დამსახურებული ამაგდარი პენსიონერი. მარტო მევივლი ეზოებში არავის არ ჩავახედებ. ის რისი თქვაც არ უნდათ. აი რატომ არ ვაკეთებ ამას? მაგრამ ნუ ჩვენს არცეთი პოზიცია არც კალიდორში ზია. ქართული ოცნება არ ფიქრობს ამაზე, შეგვპირდნენ და აკპირდნენ ყველაფერს, მაგრამ მათ არაფერი ჩვენც არ გავუკეთებია. დღეს წყალი არ მქონდა, გუშინ წინ გაზი არ მქონდა და ძალიან მიჭირს ელემენტარულად. მე ვარ მარტოხელა, მეუღლე გარდაცვლილი მყავს, მე ძალიან მიჭირს. მაქვს ძალიან დიდი კომუნალურები და არ მყოფნის გადასახადი. 10 ლარის მომატება ნამდვილად სირცხვილი იყო ხა ჩვენთვის პენსიონერებისთვის. იმიტომ ჩვენ იმდენი ვიშრომეთ, რომ ჩვენ გვეკუთვნის. მეტი არაფერი. რომნებულია კარგად. და პირდაპირ მაგრამ ამ სახსრებს ხარჯავენ არარაციონალურად და იხარჯება მხოლოდ მეგობრებზე, ნათესავებზე და